მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით გორში, ჯიპმასტერში და დღეს ვაყენებთ ჯალამბრებს რაპტორზე და ჩემს მანქანაზე. ახლა დავიწყეთ ჩემი მანქანით. კონკრეტულად ვაყენებთ Epic-ის 13500 LBS-იან ძალოვან ჯალამბრებს. და ჩემი მანქანის შემთხვევაში ვიცით, რომ მარტივი იქნება დაყენება, რადგან გათვალისწინებული არის და რაპტორის შემთხვევაში ცოტა შეიძლება სირთულეები გქონდეს და იმპროვიზაციით გავყვებით მოკლედ პროცესს და დეტალურად გაჩვენებთ, როგორ ვაყენებთ ჯალამბრებს. ახლა კი წამოდით გაჩვენოთ, როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ესე და სტაბილიზატორი. ხსენით ცხვირი, მანქანას, ბამპერი, აბლიცოვკა და ეხლა ვაყენებთ რა ქვია ამას? არა, ჯალამბარი არა, ამას რა ქვია? ჯალამბრის სამაგრი, ხო? ვაყენებთ ახლა ჯალამბრის სამაგს და შემდეგ უკვე დავაყენებთ ზედ ჯალამბარს. და მოხსენით ეს სად არის? მოკლედ აი ეს აბლიცოვკას რო ეძახიან იმისთვის რომ უფრო მარტივი იყოს კაბელების გაძრომა, რომ აკუმულატორამდე მივიყვანოთ. მოკლედ ეს მივოდო. უკვე. ინა გასაგებია რომ დამოუკიდება და გორდანაც ხომ. იცემ. დავაყენეთ ბამპერი ჯალამბრის სამაგრთან ერთად და ახლა დავიწყებთ ჯალამბრის დაყენებას. ახლა მიდის მორგების პროცესი. ეს პლიტა სამაგრი რაც გვაქვს, ეს არის JL-ის და გადახრეტები თლად ვერ ემთხვევა, რაც აქვს JK-ის და რაღაცეების მიჭრა-მოჭრა მოგვიწია. მაგალითად ეს საბოლტე. ო, აქ საბოლტე არ დაემთხვა, მაგალითად აქაც გაჭრა მოგვიწია რაღაცის და საბოლოოდ აქ შემდეგ სვარკით დავადებთ. მოვდებთ თუ გავაძლიერებთ ხო გვერდებში აქაც და აქაც. მოკლედ ჯერჯერობით ვარგებთ. რა ქენი ბიჭო? რა ვქენი?
pardon. Why? მაგარი რაღაცა ვქენი. რეგულა მოყარე? არა, 2 წალი. თუ სულ 2 წალი იყო, ხო ყველა მოყარე. 2 წამით მივიდა და ბეგო საქმე გაუფუჭე. მოყვა. ახლა ქვევიდან უნდა დავამაგროთ სავარაუდოდ, ხო? ხო, ქვევიდან ვამაგრებთ. ბეგო. მე მგონი ვერ წდება იმას. ეგ არის JL-ის პლიტა როა. შეიძლება პლიტა. ამაზია. არა. ალბათ ესე უნდა გახსოვდეს. ისე გეულოს რომ მოგეყენებინა. კი. სუნწვანეზეც ვერ გამოვა ამაზე. შეამუხე. იმიტომ რომ კონსტრუქტორი და ნუ მანდაჭირდება. აი მე გარეთ რა ქარია მართლა. ხო, აქედან მოვალ რა ესე რო ვიდგე. თან ცოტა ქარი არ მომიბერავს და გვერდულად ვიდგები. ხო, დავაყენეთ მოკლედ ჯალამბარე. ეს გამოიყურება, მე ძალიან მომწონს. დროებით გავიყვანეთ გაყვანილობა. აქეთაც რო გაჩვენოთ, ავწევ. კეთი მოდი აქეთ. და ამასაც ესე ვტოვებთ დროებით. აქ პლასმასებს დავაყენებთ, მოვჭრით ცოტა ლამაზად რო ჩადგეს. იმედია რომ ჩემი ხმა ცოტა უკეთესად ისმის. და ამასაც დროებით ესე ვტოვებთ, რომ შემდეგ ნომრის სამაგრი დაყენდეს, რომელიც ესე აიწევა ხოლმე დროებით ესე იქნება. აკუმულატორზე ამის გაყვანილობა და აქეთაც რო შეახედო, რაზე ვსაუბრობდი, ამ პლასმასებს დავაყენებთ უკან და უბრალოდ მოვჭრით ისე რომ მოერგოს ამას და ეს ყველაფერი ესე შიშველი რო არ იყოს. მოკლედ ეს მანქანა მზად არის და ელექტროობას თბილისში გავაგრძელებთ უკვე ჩვენით, მოვაწესრიგებთ ელექტროობას და ახლა შევიყვანეთ რაპტორი ბოქში რო დავიწყოთ მაგაზე მუშაობა. მოკლედ რაპტორში აქეთ მოდი ოპერატორ ესე არის ძახია, სახელს არის ძახია, ოპერატორს არის ძახია. კეთი კაცო, აქ ბევრჯერ ნათქვა. მოკლედ აქეთ გადაიღე კარგად. აქეთ ქარხნულად არის ბევრი სხვადასხვა ნაწილი, ინტერკულერი, სხვადასხვა მილები და ასე შემდეგ, რა. ჩვენ დავაყენეთ სტეიჯორის დიდი ტურბინის ინტერკულერი, რომელიც ზევით ავწია და აქ ადგილი განთავისუფლდა. ეს ადგილი რო განთავისუფლდა, აქ გვინდა დავაყენოთ ჯალამბარი. სტანდარტულად თუ ამას არ შეცვლი ჯალამბარს აქ ვერანაირად ვერ დააყენებ, ანუ ადგილი ფიზიკურად არ აქვს. ეხლა ეს ბამპერი რო შეუკვეთეთ და ვიყიდეთ, ამას მოყვა თავისი დაფა, მაგრამ მაგრდებოდა ჯალამბარი ბამპერზე. და ბამპერი მაგრდება აქეთ ყურები არის რა. აი აქ თუ ჩანს, მოდი აქეთ არის ყურები. ეხლა ჩვენ გვინდა დავამაგროთ აი ამაზე რა, ძირითად
საყრდენ ბალკაზე გვინდა ესე მივამაგროთ და აქეთ დაფა გვინდა ესე გავაკეთოთ და ამ დაფაზე დავსვათ და ადგილიც მაინც და ბევრი არ არის. ეხლა შეიძლება ამის გადატრიალება მოგვიწევს, ნახოთ. ეხლა ჯელის დაფა ავიღეთ გამზადებული რომ ბევრი ნახრეტივი არ ვიჩალიჩოთ და ადგილზე მოვარგებ და ვნახოთ როგორ გამოგვივა. თან მინდა რომ აი ეს რაც გადავატრიალეთ. აქედან მოდი. მოკლედ აი ეს ნეიტრალის ჩამთველი გამთიშველი მინდა რომ აი აქეთ გამოვიდეს, რომ აქეთ შეიძლებოდეს ამის ჩართვა გათიშვა, იმიტომ რომ ამას რო ავაწყობ, მე ჯალამბარამდე ვერ მიუდგები ვერანაირად რა. და აქეთ დაფა იქნება დაყენებული. და ტვინიც. ტვინს გადავიტან კონტროლერს. სადმე, ალბათ აი აქ ადგილია და ამაზე დავამაგრებ და ან აქეთ დამაგრდება რა, იმიტომ რომ ეს სუდაცული არის ესე და ნახავთ ეხლა როგორ წავა საქმე. ერთი რაც ვიცით, რომ ეს ცოტა უნდა მოვჭრათ, რომ ეს დადგეს აქეთ. ესენი მოვარგეთ და ეხლა ესენი იქნება კიდე მოსარგები რა, მაგრამ სანამ რამეს კიდე ვიჩალიჩებთ, გვინდა რომ დავაყენოთ, ნახოთ როგორ ერგება, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა არის და შეიძლება ხელი შეუშალოს და შევხედო. თავიდან უფრო ძიმე გვეგონა რა. შედარებით კარგად, შედარებით უფრო მარტივად მიდის ვიდრე წარმოგვედგინა. რას დავაკაკუნო? აჰა. ნახოთ. დატრიალება რა. შეიძლება. ნუ ცოტა მეტად შეიძლება. არ უნდა ბიჭო სილამაზე ესე აქედან წამოდი და პირდაპირ. აკურატნად ქენი ხო, აკურატნად. რაც მიატოვე, რაც წაიყვანე. Довшерца მითხრა. მოკლედ კონსტრუქცია გავაძლიერეთ, მოვარგეთ საბოლტეებს. ჯალამბარიც მოერგო, არაფერს არ იდება და ახლა ტვინის ადგილს ვეძებთ ტვინი, ხო? ხო. სამ უნდა დადგეს. სამ უნდა დავაყენოთ ტვინი. ნახეთ უკვე. ხო. всё. პაკისტანელი. პაკისტანში ვაწყობენ, ხო იცი? Made in Pakistan. ხო, მოკლედ ეს ავიღეთ JL-ისგან. მოვაჭერით, მოვარგეთ ადგილზე. ეხლა ცოტა გაცივდება, შევღებავთ და ეგ არის. ანუ მორგებულია, დამთავრებულია, ფაქტიურად მორჩა რა. დაერთება დარჩება. ხო, ესეც გამოვიდა ისე, რომ წინიდან შეგვიძლია, მოკლედ მაყოფილი ვარ. ეხლა წინს დავაერთებ და ავაწყობ საბოლოოდ გაჩვენებთ რა გამოგვიყვება. ბატარე, არის ადგილი. всё, მოკლედ დაყენდა. ჯალამბარი, ტვინიც, აი აქ რო გადაუღო. მაგას ეგ მაინც არის. გაყვანილობა და ეხლა უნდა დავაყენოთ დაცვა. ალამაზად. ესე რომ შეხედო გვერდიდან ვერც მიხვდები ჯალამბარი აყენია თუ არა. ძალიან კოხტად არის. ქვეშიდან მარტო წინიდან ჩანს ხარშე. მე ძალიან მომწონს გამაზია. ეს უნდა გადავიღო? ო, აი ესე. სოტალე, აი ესე თიშა. ნეიტრალი. ხო. სტომადია რა, ხოლმე და ანა ჩამოვწიეთ და ეხა დროებით როგორც ჩემ მანქანაზე უნდა დავაერთოთ ჯალამბრის გაყვანილობა, რომ
გავტესტოთ, მოკლედ როგორ მუშაობს. ყველაფერი სწორად გვაქვს დაერთებული თუ არა. ქვევიდან დაერთებულია, ახლა დარჩა ზევიდან მთავარი დაერთება ძალოვანი კაბელების გაჭიმვა და მე გავიყვანთ და გავტესტავთ. როგორც ჩემ მანქანაზე, იგივე გეგმა გვაქვს. ამ მანქანაზეც დროებით. რა ვიცი მე აი რიჩარდი დააწექი დაბლა აი ორ გაიზარდა სიმოვლის მამაშინა ხო, ანუ ამ მანქანაზეც იგივე გეგმები გვაქვს, დროებით დავაერთებთ ჯალამბარს, რომ გავტესტოთ და მე თბილისში უკვე გამოწერილი არის 500 ამპერიანი რელეები და მე ელექტროობას მოვაწესრიგებ. მანქანაზე დადგა ჯალამბარი. ჩემ მანქანაზე ასე გამოიყურება, მთელი ჯალამბარი ჩანს. რაპტორზე როგორც ნახეთ, ძალიან კოხტად და ლამაზად დადგა ჯალამბარი. დროებით გვაქვს ელექტროობა ესე დაერთებული, როგორც ვიდეოში ნახეთ და მაგას გავაგრძელებთ სახლში. ახლა კი წავალთ თბილისში და ზეთებსაც გამოვცვლით ხიდებზე. აპკატკის მერე. კიდე კარგად შიგნით. ეს იმათგით რა არასწორი თქვენი ჩვენ. უგუღმა უნდა გვექნა? ხო. მაგრამ ეს მაინც ყველაფერი მოსაჭრელი აქვს. მთელი ზოლი. ხო, მთელი ზოლი. მთელი ზოლი. ხო, ეს ჯდება ეს ჯიგარი. ხოლმე სადაა. ახლა სადამდე ჯდება. ხდი? გამოდის რომ ოჩე ნახევარზე კი არა პრაქტიკულად აღარ რჩება. 20-30% დარჩება მაგის. იცი რა ვქნათ? ეხლა ესე გავყავსოთ და მე ნელა ვიაზრებ, რომ კარბონის ისინი არ ვიჩარჩო რა. ეს იგივე მაინც მოჭრჭე. ეს ბიჭო ვაფშე არ რჩება აქ, იცი? შუაში, ხო? ხო, შუაში ფაქტ გვერდებზე იქნება მარტო. ვაფშე თუ არ რჩება. ცენტრი ამოუჭრათ პროსტა? ცენტრი ამოუჭრათ? არა, ეს შიგნით შედის, ბაზარი არა და აქ რეალურად თან რა იცი? შეიძლება ეს ამოუნებო, დავай მე ეს ამოუნებო. იცი რა შეიძლება გეკეთე? კაბელებისთვის? კაბელების ქვეშ.
წაიყვანე. ჰა? ვერ არა, მიყავს. ვერ დავატრიალებთ, იმიტომ რომ უშვებს რა. ეხლა ნახე. ეს ნახვრეთი ხო არის? ხო. ფაქტიურად ჩათვალე, რომ ნახვრეთს უსწორდება რა. აჰა. ან ნახვრეთიდან ჩვენ რომ აი ეს სიგრძე გვაქვს მოსაჭრელი მინიმუმ. ენახე ნახვრეთი ხო არის? აი ხო. დავადო ნახვრეთიდან ნახვრეთამდე. ფაქტიურად აი აქ არის ასაჭრელი რა. აჰა. ნახე ეს რჩება უხელავი. ისე რომ თავდო დაიჯერე ესე. დამიფიქსირე. ნახე სად მოდის აი აქ ხო? აი ეს ნაწილია. ნუ სკოჩი. ბიოტიკის ნაწილი და მოდი ჯერ ეს მოვჭრათ და მე ზედმეტი თუ რამე მე მოვჭრათ კიდე. ხო და სისქე კიდე სიღრმე უფრო სწორად. ახლა ესე მოსაჭრელი და ოკეი. გავიჭერთ ბავშვი. ეს გვაქვს მოსაჭრელი კაბელების თემა. ამას ადგილზე მოვჭრია. რა? იმას ჯობია ძალიან დიდი სხვაობა. როგორც ახლა გამოიყურება. აქ მინდა ცოტა მოვჭრა კიდე. აი აქ არის გასასწორებელი ოდნავ რა. ახლა რო ხო? აჰა. აქეთ ხედავ ზაზარი. ეს უნდა გავენერო სულ ცოტათი. და იგივე აქეთ რო კაბელს არედებოდეს რა. ესენი ვფიქრობ, რომ დაბლა. არა, დავახვიო რა. გოფრაში. გოფრა არა მგონია ის სკოჩი რო გვაქვს, ხო? გადმოვინაცვლეთ თბილისში. თუ ჩამ გადმოვინაცვლეთ. ანუ ეს არის გორის გაგრძელება რა. ხო. ამდენად ჩანვარ არ ვიცი. მოკლედ თბილისში ვარ ჩვენთან გარაჟში და როგორც ვიდეოში ვთქვით, აი ამ პლასმასის რა ქვია ამ დაფა მოკლედ პლასმასის დაფის გალამაზებას ვაკეთებთ ეს კაბელები რო არ ჩანდეს, გაყვანილობა ამისი და აქ რო სიცარიელი არ ქონდეს და როგორც ნახეთ უკვე მოუჭერით ეს ყველაფერი და ვიწყებთ ნელ-ნელა გაყვანილობის მოწესრიგებას. ეხლა ელექტრიკოსები ეს ექსპერტები იყვნენ, რომ აუ ძმა კაბელის ერთმანეთში გადახევა არ შეიძლება დაადუღებს. მოკლედ ამ კაბელმა თუ დაადუღებს, ისედაც დედა დავპიკავ. დავპიკა. ანუ განზრეული აქ ისედაც. ეხლა რასაც ვაკეთებ თუ ცოტა პოხრაც იყოს ერთმანეთში და თავარი არის სადაც კონტაქტის წერტილი აქვს. იქ არ ქონდეს სახელი რა. ეს არის მოკლედ საკმაოდ გამოსადეგი ნაჭრის ეგრეთ წოდებული სკოჩი თუ რაც არის, რომელიც ქარხნულად ისედაც გამოიყენება მანქანა მშენებლობაში.
კაბელები დასაცავად. ძირითადად რასაც აკეთებს ერთი ხმაური და მეორე ხახუნი. თან ესთეტიკურიც არის. ხო, იდეაში ჩვენი მთელი მანქანა, მთელი გაყვანილობა რაც არის კარვის, თავიდან ბოლომდე არის ამ სკოჩით გადახვეული. ნუ გოფრასაც იგივე დანიშნულებით ვიყენებთ, რომ ეხა ხუნება იქ იმინა ედება მე. აი აქ რო გამოვაჩინო. აი აქედან არის გაძრომილი. ეხა ხუნება სხვადასხვა იმებს რა. მეტალს და გვერდზე რადიატორია თან და ამუშავებ ზედაპირს ესეთი. მე დავაყენებ ეს გამოიყურება ხო ელექტროობა გადახევის შემდეგ. ხო უნდა თქვა რომ იქ ისოს როგორ ეხება ისე აკეთებს ეს ამ ბლოგის შემოსი ხო არ არის რომ ჩვენ ყოველს ჭვენები ვართ იქ სადღაც description-ში წერია რომ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი შეცდომები გაფუჭება, გაკეთება. ხო შეიძლება ის არის ეს შეცდომები რა ეს თუას არ ვასწავლე უბრალოდ ვაზიარებ ჩვენი გამოცდილებას გამოცდილება შეიძლება რომ ეხლა რასაც ვაკეთებთ, ამის ძირითადი დანიშნულება ის არის, რომ თვალს არ აწუხებდეს, უფრო მეტად. ეხლა ამ პლასმასის მოჭრაზე გულისხმობ და არა ელექტროობას. ზღერით ტალახით ჩავიდოდა ეხლა მომენტ, მაგრამ რავი, რაც უფრო შეგიძლიათ ეგრე დატოვოთ. სარდა მაზა იქნება. ო, რავი. ლამაზად. ჩვენ უსაფური ხალხი ვარ და ესე ვერთობით რა. ლიჟბი რამე გაგვაიყვაჭებინეს. მეორეც. ჰა? ესეც მეორე. აი, იცი რა ვცადოთ, ის რკინა როგორ მოიქნება, სად არის? აი ეს რკინა. вообще ვიჩალიჩო. ჰა? უაზროთ უნდა დავხარჯოთ დრო. ო, მომაღლა ვთქვათ ისიც რა იდეა გვაქვს. მოკლედ ამ მეტალის პლიტის მორგებაც გვინდა როგორც ეს პლასმასი. და ეს პატარა ნაწილი უნდა დაიფარო. რეალურად აქაც უნდა მოიჭრას ნეიტრალის გამო და იქაც ძალიან პატარა. დავხარავთ და ამას დავხარავ. ხო, და უაზრო გადაწყვეტილება. ახლა ეს ფორმა გვაქვს. ეს ჭუჭკი რა. მაგრამ ეს ჭუჭკი ეს არის ჩათვალე. გამოდის რომ ძალიანად უნდა გავკარსოთ ეს. და აქ შემოვიდეთ ცოტა მეტად რა. აი ეს. ცოდო მე რამე რო დაგჭირდეს, რა უნდა დაგჭირდეს? მისადგომა და ამასთან ჯალამბართან. არა, просто ჯალამბართან, ხო? არ ვიცი რატო შეიძლება, მაგრამ ის დაძრეულება, მაინც ქვემოდან უნდა დაშალო ჯალამბარი. შენ აქედან რას მიუდგები რომ ჯალამბარს თუ ეს მოსახსნელი. ყველა ვარიანტში დასაშლელია ჯალამბარი. ანუ ეს მოუჭრათ ანუ ეს არის ზოლი რა. ეს ამის ფორმა რა ჩათვალე რა. თუ ეს გვინდა ეს დაიფაროს, აქედან გადავზომავ, აქედან გადავზომავ და აქედან გადმოვალ და აქედან გადმოვალ და აქ გავიმეორებ იმ ჭუჭის ზომას რა. კაი, და აქ როგორ შევალთ? აქ ვერ შევალთ. აქ ვერ შევალ და ჩავჭრით მაგის დედაცვატილე და მარტო ეს პლასტინები დაჭრება სამ ბოლოს. მარაზმით ვარ დაკავებულები. ვთქვით რომ საკმარები ვარ. ჰა? საქმე რო გქონდეს არ გავაკეთებდით ესეთ რაღაც. ხო, საქმეს ვიზრდით, ხო? ცადოთ რა. ეს მაინც უნდა გადააქვს, სადღაც უნდა გაუშვო. გარაჟში ნაგავი ბედნიერია. ცადოთ, მომ. ცადოთ.
რა ფორმა მივიცი იტო. მარტო ეს ყური უნდა დავტოვოთ ერთი და დანარჩენი მოუჭრათ რა. იმიტომ რომ აქეთ ბოლტები ტრუხაზე გვექნება პროსტო. მაგრამ ეს უნდა ეს დავტოვოთ. სამ ადგილას დამაგრძელო რა. არ უნდა ილაპარაკოს ეს. პროს არ გადაგიხსენე. მე ამის სკაპ მიზავთ იქით რა. ჯერ ერთი გავაკუჭოთ. ესეთ რაღაც რო აკეთებ ხელოვანი ითვლები რო ხარ? ხელოვანი? ხო, სილამაზეს აკეთებ რა. შემომხედე ბიჭო. შემომხედე. ხელოვანი ბიჭო. ლამაზი ხალხი ყოველთვის ლამაზ რაღაცებს აკეთებს. გულიანი ხალხი თან. ხელოვანი აბა რა ბიჭო. ყველა სვარშიკი და ისა რა ქვია, ჟესტიანჩიკი. შინაგანად ხელოვანი. აბა დრილო გამოასწრო, აბა. ეს რო იცით, რა ქვია, ამაზონიო და ტერაფორმიო და კუბერნეტსიო. იქნოპას აწვევი გაწერილი პროტოკოლი და აქ კიდე გონება უნდა არა მამა ეგ არის ვარქებს და ტყუილა კი არა ნათქვა 7 ჯერ გაზონეო ერთხელ გაჭერე ეს შეგიშლის რა მე მგონი აი ეს უნდა გაიპარსოს თან საჩალიჩო აღარ მექნება რა მიხდი ეს ზედმეტად მოგვივიდა ახლა რაღაცა ის არის რა ქვია ჩინურ კრილოს გავს მიხდი რას ვიძახი? კი, მიხდი. ანუ ეს რო წამოვიდეს და ესე მოვიდეს, თან ეს ნაკლები მონაკვეთი დარჩება და ლახ-ფლახიც არ ექნება, რა. აი ესე გიმონდა, ხერხა და ის თეთრი რაღაცა გადავაგდე. არ გიდაგდე. მოხეთ თან ზევიდან რო შეხედო, ეს ხო არის ბოლტის ადგილი. ესე დაჯდა, ესეც დაჯდა აქ. აი ნახე. აი ესე ვიძახი. აი აი ზემოდან რო შეხედო. აი ზემოდან ვუყურებ. აი. даже ცოტა კილომეტრ მოხვიდე. მიხდი თუ ვერა? კი, მიხდი. აი დავჭერ. დავა ესე? დავა. თუ დავამუშავებ ამას. ბოლტებზე თუ ჯდება? საბოლტეზე ქვეშიდან. არა, ქვეშიდან დაჯდება? კი. ჯდება. რამესაც უწუნა მოდი ახლა მითხარი აბა მე არა მაყურებელსაც ვაჩვენოთ ღირდა თუ არა ამის გაკეთება ჩემი აზრით ღირდა ბიჭო მაყურებლისთვის ვაკეთებ თამა მაყურებლისთვის არა მაგათაც ხო აქვს თავისი აზრი მე მომწონს იმას ჯობია ეხლა რომ შევადაროთ ეს არის არა აქ კიდე კოხტათ არის ეხლა აქ ძალიან უპატრონოთ იყო რა იქ რაღაცები ჩანს და რა ნეიტრალშიც რომ ჩავაგდოთ ჩვეულებრივად არავის არ უშლის
ეხლა ესე გასწორდება, просто ეს აი ახლა ჩალიჩი უნდა ეს სომხური რაღაც ფორმების ვიცემა. მე მგონი პროსტა უნდა მოვქლიბოთ და როგორ მოხლიბო ესე გავჭრა? არა, ეს გავასწორო ამ გავასწოროთ, ხო. კუზაოს არა აქ ეგეთი ფორმები. ავარა. ეს იმინა ნახტი იყო, იმინა ნახტი ხელოსანი გიყევ წავარა. აჰა. სმა. კიდე მომჭრა ეს? არა, კარგად არის მომრგვალებული. ეს ახლა თეთრი რო არის, ვის თვალში მაიმუნობს რა, მაგრამ მომენტ ახლა სიმეტრია რა, აქეთ უნდა წამოვიდეს ცოტა ეს. კუთხის მოტეხვა გინდა? არა. მე ვიტყოდი რომ მომრგვალებული ლამაზია. აი, ეგ არის, კაი. ჯაცი დამიძახე პაბლიტო. ესკობარას სასახელოდ გიყო. პიკასო. ზოგადად ხელოვნებას ზომა მათემატიკური არა აქვს ძმა, მაგრამ ჩავიგვით ეს სწორია. ეს კუთხე მინდა ავიღო. სწორია და აი აქ გვაქვს ცოტა გამასვა რა. აი ეს არის ცოტა დასაკეთებელი. მაგრამ კაია, ლამაზია. ხელოვნებას ვანახავთ სიმბოლოებს. ხელოვნებას გავხლიბავ, გავასუფთავთ და ეგ არის რა. თან ლამაზად გამოიყურება. უბრალოდ იცი რამე შლის წევებს. მოდი აბა. აი ეს ყვითელი კაბელი. კაბელი კი არა, ეს რეზინა რა. და დავშალოთ და დავახვევ რა შავს რო. ანუ ყვითელი ასად ყვითელი არ არის რა. ვიღაცა ვიღაცა იგორება. თო მართლა საქმეა. რა ვქნა ძმა ვარ დავიძინებ ხომ. კაბელი დამესიზღრება ყვითელი. ვაკეთე გულით. ახლა ვფარავთ ყვითელ ლენტას, ხო? რა? ყვითელ ლენტას ვფარავთ სკოჩით. აი ხო დავიძინე. ეხლა მაგნიტს აღარ დაგჭირდება. ეს კიდევ ერთხელ მოხსენით აბლიცოვკა ეგრეთ წოდებული და ხო, მე გადავიფიქრეთ, ეს იღებს ესა? კი. ხო, მოკლედ ეს გამოგვივიდა ტყილა მოჭრა. იმიტომ რომ დავფიქრდით. შეცდომა ვაღიარეთ და კაბელები აქედან ჩავიდა და ქვემოდან გავასწორე და ქვემოთ ჩადის რა, ანუ ზემოთ აღარ არის კაბელი, მაგრამ ზედ მეტი მოვჭერეთ. რო იტყვიანო 7 ჯერ გაჭერიო ერთხელ, არა 7 ჯერ გავზომეო, ხო და ჩვენ 7 ჯერ გავჭერით და ერთხელ გავზომეთ. ბევრი ვიფიქრეთ, მომავალ დავაყენოთ. ის საქმეა იმას, ესეთი ისინი რო არის რა. რაღაც პლატფორმა აწევა რო შეიძლება. სანომრე რომლის აწევაც შეიძლება. სამაგრი რომელიც ესე იწევს, მაგრამ ბიჭო, ფულია გადახდით და ლამაზად გამოიყურება და ვიფიქრეთ, რომ ეხლა ამას აქ შევტენით ცოტას. და პირდაპირ გავუყრით აქ. ჯანში ეს ბოლტებით ეს და ცოტა. ანუ ამის უკან კი არა ამ დაფის. აქ გვაქვს პლასმასის
ძველი დაფარა, ქარხნული და მათ გაუყრით. ხო ეგრე უშვებოდით? თუ მე ვიტყუები? თუ მე ვიტყუები? ნუ უშვებ რომ. მოკლედ დავაყენებთ და გაჩვენებთ საბოლოო რეზულტატს. ერთადერთი რაც დარჩა ჯალამბარზე არის 500 ამპერიანი რელეს დაყენება, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს ახლა. დანარჩენი გოფრა ჩაგდებულია და ვიცით რომ შეიძლება გამაზოს, ვიცით რომ შეიძლება single point of failure იყოს, მაგრამ გვინდა რომ მოკლედ კაბინიდან, ანუ სალონიდან ზაბვა იყოს გათიშული მუდმივად და არ მიეწოდებოდეს და საჭიროების შემთხვევაში იქ რომ დაკლიკავ კნოპკას, იქიდან წამოვა რელეზე, რელე შეკრავს 500 ამპერიან სოლინოიდის მაგვარი სპეციალური, აქაც იყიდება, მე მგონი ბიჭებს საყენებენ ვიღაცები მაგ ნანახი. და ის შეკრავს წრეც რა, წრეც რო შეკრავს, მე იქნება მიწოდება იმის, რა ქვია, დენის, ხო. თან სიმართლე გითხრა, ეხლა გონზე არა ვარ, ეხლა ეს რომ მუდმივად ჩართულია დენზე რადიო ტალღით ხომ მუშაობს ის პულტი რა. ხოდა ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გარკვეულწილად სლიპზე არ მიდის და მუდმივი პარაზიტული დენს მოიხმარს იმისათვის, რომ სტენდბაიზე იყოს. kill switch-ი არ გვინდა, იმიტომ რომ არ გვინდა რა. ანუ კაპოტის ახდა და ჩართე და გამორთე დამეზარება ლებიტვის გამოყენებაც და ესე კიდე მარტივად დააჭირე გააკეთე. დაიწვევა შევწვით, მოკლედ რა. ეგ კითხვა. ვაფუჭებთ ვაკეთებთ. ხო, გითხრები რო იქნება რა. ეხლა ის მამაპაპული ნაღდია რა, ეს kill switch-ს რო ეძახიან, თუმცა ის შეიძლება დაიწვას, მაგრამ 500-იანსა ვაყენებთ. კაბელის კვეთი არის 2 AVG. 2 AVG არის 150 ამპერი მუდმივი, ისიც კაი კაბელი თუ არის და პიკური 100 გრადუსამდე გახურების ნაწილში 400 ამპერს უძლებს. ამას უწევია 400 ამპერი მუდმივი კაბელი არის და ეხლა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ლებიოტკა არ უნდა დააჭირო და 10 წუთი, 15 წუთი არ უნდა აწვავო რა, დააწვევი, ამუშავებთ 1-2 წუთს უნდა დაასვენ წესით. ამიტომ ნახოთ რა და შევხედავთ ეხლა რომ დავაყენებ და შევხედავთ, გადავამოწმებთ იმას. რამდენად ხურდება და მე ვისწავლეთ რა. მოკლედ მიზანი ეგ გვაქვს და მე როგორ მივიდეთ იმ მიზანთან გამოჩნდება რა. ეგრეა ბატონო გიორგი. კი ბატონო. ხო, მოკლედ მირჩენია რომ ლებიოტკის ის რელე დაიწვას, ვიდრე აქ წყალი მოხდეს და ამან დაადულოს რაღაც რა. ხილი ხალხი ვართ რა. იმინა ნაღდი ოფროუდის მანქანა გაქვს, შურუხებით არის რაღაცები დაჭერილი რა. და გაჭრილია, მოჭრილია მთლიანად. სემიჩკა შურუხით არის. კონფეტ. ამას უყურე რა ფორმებია ბიჭო, ფაქტიურად 60-90-ზე. რელეს დაყენებაზე ალბათ ამ ვიდეოში არ ვიტყვით. არა, ვიცი რაც არის და უბრალოდ შემდეგ ვიდეოში ვახსენებთ რომ გავაკეთეთ რა. თვითონაც რაღაც მოიხმარო და ისწავლე ნახავენ და ისაც მომდეთ. რა თავარი არის ეს ბოლოს გამოადგინა რა, ის წამოიღე ის ჩემი ჯადოის რა. ძალიან. აქეთ სალონშიც რო შევახერხოთ როგორ არის ამ remote პულტი არის დაკავშირებული რელესთან, ეს პულტი. ხო, მოკლედ ეს wireless უკავშირდება ეს device-ი, USB-C იტენება, ყოფნის რავი. 3 დღე ყოფნის 2 დღე რა, სულ რო ბოლომდე ჩართული იყოს, 1 დღე უეჭველი ვიცი რომ კი, მუდმივ გამოყენება. რაღაცა ფლეშიც აქვს და ეს კნოპკებიც იცვლება რა. ხო და ამის მუღამი ის არის რომ მოკლედ ამ ღილაკებამდე ცალკე კაბელების თრევა არ არის რა საჭირო, ანუ აკუმულატორთან ახლოს დგება თვითონ ესა
და 4 დასაერთებელი რელია რა. შიგნით რელია, დამცველები არის და 1 10 ამპერი, 20 ამპერი, 30 და 30 რა. ახლა გვაქვს ერთი თავისუფალი და ამაზეც ერთი ღილაკი არის თავისუფალი რა. პირველი. ამ პირველზე კნოპკას შეცვლის და ვინჩის კნოპკას დააწებებს და აქ დგება მოკლედ აი აქედან დავდგები. აქედან მაგრამ ესეთი არ არის რა. უბრალოდ რელია რა, არ მოიგინო რა. ო, ეს არის kill switch. არჩევ მარტივად რო ვთქვათ რა, ესეთ დამცველი არ უნდა დააყენოთ არც ერთ შემთხვევაში რა. ანუ ეს ძალიან დიდხანს ვერ ძლებს გადატვირთვას რა. ანუ ძალიან სწრაფი რეაგირება აქვს და 60 ამპერს ააცილებს თუ არა 5 წამში თიშავს ეს. არის კიდე ესეთი. inline fuse-ები არის რა. შიგნით ჩავა. ესეც მუშა, მაგრამ ეს პატარა არის რა. ესეც ვიყენია თავისი გამთიშველით DC charger-ზე რა. ანუ აქედან მიდის იქ სალონში მე და ადის ზევით სახურავი. review რო იქნება. ხო, მანქანის review. მან მოკლედ ვიტყვით რა. ეს არის kill switch. ესეც პატარა არის რა. 100 ამპერიანია თუ რაღაც ეგეთი არის. მოკლედ ნიშნობა რა აქვს, ზომითაც დიდები არის. ძირითად შემთხვევაში ბიჭები აყენებენ ესეც რა. და ეგ არის სწორი ნამდვილად რა. ანუ reliability და მოკლედ რო არ გაიგორგოთ ეს ნაღდი არის რა. ზოგი ვაფშე გარეთ არ ჭობს სადღაცა აქეთ. მოკლედ ყველა ვარიანტი შეიძლება რა და ეს არის ძალიან ტუპოვი რაღაცა რა. გადაკარი ანუ შეკრა წრედი რა. გათიშე წრედი არ არის შეკრული. ეხლა ეს პატარა ამპერზე არის რა. არის კიდე მამალი ეს ახლა პატარა მაქვს რა 60 ამპერიანია რომელიც კაბელს აზღვევს რა იდეაში და ჩვენ ესეც უნდა დავაყენოთ რომ კაბელი გადააზღვევს რომ ვიცობისა გადახურება მოხდება და მეტი მოხმარება გააკეთა იმიტომ რომ ამან თუ გაიჭედა დატვირთვას მისცემს და ეგ კაბელზე მოვა დატვირთვა ესეც დავაყენებთ მე და არის კიდე ელექტრიკა რა. არის კიდე ესეთი. ეს რა არის? ეს არის ჩანს გიო? კი, ყველაფერი ჩანს. ო, ეს არის მოკლედ ტერმინალია. ანუ მაგალითი რო ვთქვათ, რა. ყველა ეს დავსვით ბატარეაზე და მე ამაზე დავსვით კაბელი რა. და მუღამი რა არის რომ ეხლა ეს ბატარეის მხარეს არ უნდა დადგეს ან device-ის მხარეს უფრო დგება. ნუ ზოგი ბატარეის მხარესაც აყენებს. გააჩნია ისი მიღწევა გინდა რა, მოკლედ ეს ის არის რა. ერთჯერადი დამცველია რა. გადაახურა ეს რა არის 150 ამპერიანია რა. 10 და 150 ამპერს ცოტა დიდი ხანი უნდა რომ დაიწვას, მე მგონი 30-40 წამამდე არის და მე იწვევა და კაბელი და ის აღარ იწვევა რა მოკლედ. და ეს ერთჯერადია და შეცვლი რო რამე. და ესეთი ის არის რა. აი ეს არის თვითონ ეს დამცველი. ეხლა ჩვენ ვაყენებთ ამებს ვიყენებთ იმაზე ორ დგუშიან კომპრესორზე, ჰაერის კომპრესორზე რა 90 ამპერიანია და ეხლა წარმოიდგინეთ რომ აი დაახლოებით ესეთია აქ რაც უნდა დადგეს, ოღონდ ცოტა ესეთი მასიური დიდია და იმას აქვს რამოდენიმე რეჟიმი აქვს რა, ანუ უკუტრიალით შეუძლია პოლარობის ცვლილება და იმ რელეებს იყენებენ მაგალითად როცა ლებიოტკას ტვინი არ აქვს რა, აი ეს რა, თავისი კონტროლერი არ აქვს ტვინი და იმიდანაც შეგიძლიათ მართოთ რა, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ის რელი, რომ უბრალოდ აქ რო მივაწვდით დენს, აი წარმოიდგინეთ, რომ აქედან შეკრა წრედი, ამას ხომ ისა რა და ქოილი შეიკრა და აქედან აქეთ შეკრა მოხდა რა, ანუ ნორმალ ოფენარი და დაიკეტა. ოღონდ ესეთ დიდი მასტი არის რა, ცოტა დიდი არის. და ამის ამოცანა რაც იქნება, რომ ამ კნოპკას რო დააწვევა, ამას შეკრავს და ბუნებრივია აქ დენს მიაწვდის და ეს შეკრავს და წრედი შეიკრება. ყველაზე მთავარიც ვახსენოთ, რომ არ დაგვავიწყდეს, აქ გვაქვს ცალკე მანქანის მცველები და აი აქ
თუ დაინახავთ თეთრი კაბელი მოდის, რომელიც არის მცველზე დაერთებული, რომელიც არის რომელიც ირთვება, ზაჟიგანი არის ჩართული. ანუ ნებისმიერ მომენტში ახლა უბრალოდ პულს რო დავაჭიროთ და ვცადოთ რაიმეს ჩართვა, არაფერი არ იმუშავებს იქამდე სანამ ზაჟიგანი არ იქნება. დაჭვიანებულ ხარ, ბიჭო, მე მგონი YouTube იმდეს მიაღწევს, რომ რაღაცას ისწავლე ჩემს რა. ხო, მოკლედ, გიომ მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა რა, აგერა ჩვენე ინგლისურად არის ACC, Active Current რაღაცა. მოკლედ ამის მუღამი რა არის? ძალიან ბევრ მოწყობილობაზე არის მანქანებთან მიმართებაში, როცა არის აქტიური რელე რა, ზოგი ეძახის smart ალტერნატორ, ზოგი ეძახის ცხელ კაბელს, ბევრნაირი ვარიაცია, მაგრამ შინაარსი არის ესეთი, რომ აქ ცველებში, მანქანის დამცველი თუ ცველი დახანგელებში ხო არის რაღაცეები, რომელიც ან მუდმივად აწვის, ან რაღაც დაყოვნებით აწვის, იმის დამიხით მანქანას როგორ სჭირდება და უნდა იპოვოთ ისეთი ცველი, რომელიც ზაჟიგანის გახსნისას მოდის მოკლედ 12 ვოლტი რა. ამის მუღამი ის არის, რომ თქვენ რომ მანქანას გათიშავთ, სულ რომ ეს დაგავიწყდეთ, თქვათ, განათება ჩართული, ამას რომ თქვენ ზაჟიგანს რო გათიშავთ, იქ რო დენი რო აღარ მიეწოდება, ეს თავის თავს გათიშავს რა, ბოლომდე. პლუს არის შემთხვევები ხოლმე, როცა ეს არ არის და უბრალოდ მანქანის აკუმულატორი ჯდება, როცა ტუპად იპარავს. ძალიან ბევრი, მათ შორის შინაური ხალხი ჩივის და წუწუნებს, რომ რაღაც დამატებითი განათებებით რაღაც მოწყობილობები უყენიათ და მანქანა 60 დღეში მერე ისა ჯდება. ხო, აკუმულატორი ჯდება რა. ძირითად შემთხვევაში არის განპირობებული იმით, რომ აი ესეთი ტიპები. ეხლა ეს მოხდებით, რომ wireless-ი არის რა, ანუ აქ სიგნალი მუდმივად მზადყოფნის რეჟიმშია და რაღაცა მოხმარება აქვს, სულ რომ მილიამპერები იყოს, საკმარისია, რომ რაღაც დროთა განმავლობაში მერე დაბრიდოს და როცა სვავ ზაჟიგანის რომელიმე ცხელ ცველზე იმით რწმუნდებით, რომ ზაჟიგანის რო გათიშავ, ესეც გაითიშება მთლიანად რა. ხო და მოკლედ ესეთი რაღაცა დადგება აქაც. ამ კნოპკას რო დავაწვევით, ეს შეკრავს, მიაწვდის 12 ვოლტს, ეს შეკრავს და მიეწოდება მერე უკვე იმას დენგან. წესით აპრობირებული პრაქტიკა, უცხოეთში ძალიან ხშირად იყენებენ კი არა, მაგალითად ავსტრალიაში მანდატორი არის რა, აიმინა მანდატორი არის და მოკლედ არ ვიცი ახლა ისინი კი არა. ჩვენც ვიყენებთ ორი ცალი გვაქვს, ერთი გვაქვს კარვის აქედან ფარეს, სადაც თიცვა ჩვენებთ და კარგი რაღაცა. ცალკე არის და ის ცალკე ბატარეების ზის ცალკე აკუმულატორის სისტემა დამოუკიდებელი ლითიუმ რკინა ფოსფატის ბატარეა. ის ცალკე თემა არის და ის ბზიდანაც იკვებება და აქედანაც მოდის DC-DC დამტენი ლითიუმის ჩარჯერი აყენია ცალკე იქ. მადლობა რომ გვიყურებთ. ხო, მადლობა ყველა იმ ხალხს, რომელიც კომენტარებს წერს. მართლა ისეთი არის რა, რაღაც არ გვეგონასავით რა, რომ ხალხს დააინტერესებს. მე წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ერთგვარი ის არის, რა ქვია, ვიდეოთეკასავით გვინდოდა და ეხლა რაღაც მართლა ის არის რა, გვიხარია რომ ვიღაცებს აინტერესებს ერთია და გიოს ვიღაცები პირადშიც წერენ და რაღაც აზრებს კითხულობენ და მაგარია რა, უფრო მეტი რო იქნება ეგეთი, უფრო მეტ გამოცდილებას ყველა შეიცენს და უფრო საინტერესო პროექტები იქნება საქართველოში რა. ეხლა ზოგი აკეთებს რაღაც ზღერში სასიარულოდ, ზოგი აკეთებს რაღაც რო ისიამოვნოს, ზოგი აკეთებს რაღაც მაღალი ხარისხით ეხლა. ყველას თავისებურად მოწონს ეგ. ბუნებრივია რა თქმა უნდა, ეხლა ზღერში რო აკეთებ ამდენი რაღაცა არ მაიჩალიჩო რა, ეხლა რასაც დროს ხარჯავთ, ეგ დრო დახარჯე, რო გააპუჭებ რაღაცას მაგის აღდგენაზე და ჩვენ რაღაცა გვინდა რომ აი არც იქით არც აქეთ რა, არც შამპური და არც მწვადი და ზოგ შემთხვევაში ზედმეტიც მოგდის რაღაც პერფექციონიზმზე თუ რაც არის და ზოგჯერ გამოხდის, ზოგჯერ არ გამოხდის რა, მაგრამ თავარია სიამოვნებას
გვანიჭებს თვითონ პროცესი რაღაცების კეთების რა. ეხლა ბოლო დროს ზაფხულში, ზამთარში რაღაც უფრო დიდი დრო დაუთმეთ მანქანების მომზადებას. რისთვის ვემზადები გონზე არა. მაგრამ უეჭველი რაღაცისთვის ვემზადებით და ნახოთ და მე როგორც ბატონმა გიომ აჯენდა ჩამოაყალიბა განრიგი ამ იმის ტაშტის მიმოხილვა იქნება რა გავაკეთეთ რატო გავაკეთეთ და მე მგონია ისეთი რაღაცებია გაკეთებული რაც ბევრს დაინტერესებს რა განსაკუთრებით მაგალითად ელექტრომომარაგება ამ მანქანის ავტონომიურობა და გაყვანილობა და რაღაცები რა. და მე რაპტორით შეიძლება განვიხილოთ თუ ინტერესი იქნა. რაპტორზე გადასახდელი გექნება რომ განვიხილოთ რაპტორი. ხო, რაპტორსაც ალბათ განვიხილავთ, იმიტომ რომ განსხვავებული ბილდია. ხო, დღე არ გაივლის რომ ვიღაცამ იმინაი მიხარია რომ ცოტა საქართველოშიც ეს რა ქვია მაგას ღიმილიც ვისწავლეთ რა, ანუ მარტო შურით არ უყურებთ ერთმანეთს და ხალხს რაღაცა გულებს მიჩვენებს ზოგჯერ მეუხერხულება რაღაცა, მაგრამ მიხარია რა, იმიტომ რომ ხალხს დაინტერესება აქვს და ის მანქანა ისეთი პროექტია, რომ წელიწად ნახევარი დავხარჯეთ და იქ კიდევ უფრო მეტი რაღაცაა გაკეთებული განსაკუთრებით რა ქვია მას? კემპერი. ხო, pull-in camper ქვია რა. ხო და ალბათ კი არა უეჭველი გავაკეთებთ იმის მიმოხილვას, უფრო ტექნიკური და დეტალების განხილვის ნაწილში და იმასაც ალბათ ვიტყვით, სად რა შევიძინეთ, როგორ ვიყიდეთ, როგორ დავხაზეთ პროექტი, როგორ გავიარეთ, როგორ გავთვალეთ. დავგეგმეთ. ა? დავგეგმეთ. არა, დაგეგმას თავი დაანებე, კიდე ის არის, რა ქვია, მოკლედ სტრესის endurance რა მოკლედ. მეტალის კონსტრუქციის გამძლეობა. ხო, უსტალას მეტალა რუსულად ქვია რა, მეტალის დაღლილობა თუ რაც არის რა, ალუმინის კონსტრუქცია. მოკლედ ეგ არის, ბევრი რაღაცა გეგმაა. მადლობა ყველა კაი ხალხს, ვინც კაი კომენტარებს წერთ. ცუდსაც თუ დაწერთ, თქვენს მადლობა რა. და გამოწერეთ არხიდან. მადლობა რომ გვიყურებთ. მადლობა რომ გვიყურებთ.